მშვიდობის დილის გადაცემა დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. ოფიციალური მონაცემებით 8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღედ ითვლება ამავე დღეს ყვარელში ილია ობაც აღინიშნება. თუმცა ეკლესიაში აღმოჩენილი მღვდლის ჩანაწერების მიხედვით 1927 წლის 1827 წლის 8 ნოემბერს ილია უკვე 10 თვის იყო. აღრიცხვა წიგნში ნათლობისას არის გაკეთებული, როდესაც ილია ძველი სტილით 26 იანვარს მონათლეს. დაბადება კი 20 იანვარს არის აღნიშნული. დათო აბრამიშვილის სიუჟეტი ნახოთ. იანვრის 20-ში ამავ სოფლის მცხოვრებელსა თავაც აქ ქარაგმა თავაც პორუჩიკს გრიგოლ პაატასძეს ჭავჭავაძეს და სჯულერსა ცოლსა მისსა მაგდანას ქრისტეფორეს ასულს დაებადათ ვაჟი ილია. მე-19 საუკუნის საეკლესიო წიგნიდან ირკვევა, რომ ილია ჭავჭავაძე, რომლის დაბადებასაც საქართველოს 8 ნოემბერს აღნიშნავს, რეალურად 8 თვით ადრე ახალი სტილით 2 თებერვალს დაბადებულა. აღრიცხვა წიგნში ნათლობისასაა გაკეთებული, როცა ილია ძველი სტილით 26 იანვარს მონათლეს. დაბადება კი 20 იანვარსაა აღნიშნული. სენსაციური აღმოჩენა ეროვნულ არქივში გენეოლოგმა ქეთევან პაპუნაშვილმა გააკეთა. ილია ჭავჭავაძე დაიბადა 20 იანვარს, მოინათლა 26 იანვარს, წერია მშობლები, წერია ნათლია, წერია მღვდელი, რომელმაც ის მონათლა. აღმოჩნდა ესეთი რაღაც, რომ თარიღი, რომელიც მთელმა საქართველოს მიცოდა და როცა ვზეიმობდით ილიას დაბადების დღეს, ვიცით არასწორად. 1827 წლის 8 ნოემბერი წმინდა ილია მართლის დაბადების დღედაა მიჩნეული. თარიღი კი 8 ნოემბერი დღემდე არა კონკრეტული საბუთით, არამედ ილიას გადმოცემით მიიჩნევა დაბადების რიცხვად. როგორც ცნობილია, ილია ადრე დაობლდა და მისი გაზრდა მამიდა მიტვირთა. ცნობა მისი დაბადების თარიღთან დაკავშირებით სწორედ მამიდის გადმოცემას ეფუძნება. ასეთი აღმოჩენის შემდეგ კი ლოგიკურად ისმის კითხვა, რატომ უნდა ვენდოთ საეკლესიო წიგნს. მღვდელს არანაირი მიზეზი არ ქონდა, რომ რაღაც არასწორად ჩაეწერა. რატომ უნდა ჩაეწერა არასწორად? ევალებოდა ჩაეწერა, ეს მისი შტატის მღვდელი იყო, ის ხელფასს იღებდა და ეს ევალებოდა ეწარმოებინა ეს წიგნი. შობადობა, ვის ოჯახის წევრები ეწერა, მამა, დედა იწერებოდა, შეეძინა ვაჟი ან ქალი. რომელმა მღვდელმა განათლა ოჯახი, მიმქმელი ვინ იყო, ნათლობის საიდუმლო ვინ შეასრულა. ეს ყველაფერი იწერებოდა. სახელი რა უწოდეს ახალშობილს.